სანდრო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით სტუმრად. რა თქმა უნდა, პირველ რიგში შეფასება მაინტერესებს თქვენი, ტრამპის ადმინისტრაცია, ტრამპის გადაწყვეტილებები, საკმაოდ აქტიური არის პირველივე საათებში, აწერს ხელს ძალიან ბევრ დოკუმენტს და აფიქსირებს პოზიციას, ფაქტია ბაიდენისგან კარდინალურად განსხვავებულს. რა მოლოდინი გაქვთ? ძალიან კმაყოფილი ვარ. აი რაღაცნაირად დილიდან შურს, თან ისე რომ ვისიც შურს, მინდა რომ კიდევ უფრო მეტი შურდეს, იმიტომ რომ ეს ხალხი აი გასაგებია რომ მოლოდინები ძალიან მაღალი აქვს და როცა ძალიან მაღალი მოლოდინები გაქვს, შეიძლება დიდი ასე ვთქვათ მარცხი განიცადო და არც ისე ვთქვათ ახლა ყველაფერში რომ ეთანხმები ასე ვერ იტყვი, არის რაღაცები რაც მაგალითად ჩემი აზრით არასწორია, რაც ტრამპი აკეთებს, მაგრამ რომ შეხედოთ საერთკენ მიდის ზოგადად სიტუაცია, ეს არის უბრალოდ აი ამაღელვებელია რომ სამყაროში რაღაცა ხდება. ელემენტარულად წარმოიდგინეთ რომ პოლიტიკა, ამერიკის პოლიტიკა კაფიოდ იდეოლოგიაზე დგას, რაც აქამდე არ იყო. და ეს იდეოლოგია თან არის, აი რაღაცა ბოლოს ღმერთი ახსენა და ღმერთს მიაბა საკუთარი, ასე ვთქვათ, დაპირება. ეს რა ვარია ახლა ამ თანამედროვე პირობებში, როცა ზოგჯერ ისიც რომ შენი რაღაც კონკრეტული რელიგიური წმენის საკითხი შეიძლება რაღაც კრიტიკის ობიექტი გახდეს, თუმცა ამერიკაში როცა ეს რაღაც გავრცელდა მემარცხენე იდეები და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ძალიან კაფიო მგზავნილი იყო, რომ პოლიტიკა შეიცვალა. და რასთავარია ეს ისე იცვლება, რომ აი უბრალოდ საქართველოში პარტია არსებობს ჩვენს გარდა, ვინც ამ იდეებს იზიარებს. მაგალითად, აი რა ვიყოთ, განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს და რომ დანიშნა განათლების მინისტრად ადამიანი, რომელსაც შეუთვალა, რომ თავარი ამოცანა იქნება, რომ სამსახურის გარშე დარჩეს. რაც შეიძლება სწრაფად, რომ განათლების სამინისტრო გაუქმდეს. და ხო ხვდებით, აი იქ ეს ხო ვაკუუმში არ გაჩნდეს გადაწყვეტილება. ამას ხო რაღაც დისკუსია უძღოდა წინ, ანუ რაღაც 10 წლეულები სამინისტრო აქვთ. და ისე მივიდა რომ გაიმარჯვა ადამიანმა, ვინც ამ სამინისტროს აუქმებს. და ჩვენ საზოგადოებაში არც კი გვილაპარაკი ამაზე, ისევ თუ ვიღაცა გირს არ უსმენდა. ამიტომ ერთი მხრივ რა თქმა უნდა გული გწდება, შური საიდან შდება, რომ ჩვენ შეგვიძლია და ბევრად მეტი შეგვიძლია გავუკეთებინა, იმიტომ რომ ზოგადად ნაკლებად ჩაბეტონებული სიტუაცია გვაქვს ამერიკელებთან შედარებით. მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მიხარია, თელი დილიდან აი ვაკვირდებია რაც ხდება ამერიკაში, გავიღვიძე პირველ Twitter-ში შევედი, რომ ახალი გაზრდილები მენახა. იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ისინი მაინც წავდნენ წინ და ბოლოს გამოჩნდება ჩვენი მიმვაძველი, რომელიღაც ამორჩეველი თუნდაც და იტყვის რომ ამერიკაში ასე არის და გააკეთებენ ამას. თუ რა თქმა უნდა მანამდე ჩვენით არ დაფიქსდები და ჩვენით არ გავაკეთებთ იმ კარგ რაღაცებს, რაც ტრამპი აკეთებს. როდესაც იგივე თუნდაც ღირებულებით ნაწილზე არის საუბარი, გასაგები წამოწიეთ წინა ფლანგზე, ფაქტია, მაგრამ ოპოზიციის ცალკეული წევრების განცხადებებს თუ მოვისმენთ, ფაქტია რომ სახელს და გვარს ამ შემთხვევაში მათთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და პოზიციებსაც მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და რიტორიკა ფაქტია რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ არჩევის შემდეგ უკვე იცვლება. კი, მაგრამ ეს იცით არ შეიძლება რომ ერთდაიგივე პოზიცია ქონდეს კამალა ჰარისის მიმართ და დონალდ ტრამპის მიმართ. არ შეიძლება რომ ერთნაირად მოგწონდეს. ეს უბრალოდ რაღაცნაირი ან აშლილობა უნდა ქონდეს რაღაც ფსიქიკური რაღაცნაირად. ან უბრალოდ უპრინციპო ადამიანი უნდა იყოს. თუმცა გვახსოვს იგივე თუნდაც რაღაცა პერიოდის წინ გაკეთებული განცხადებები, სოციალური ქსელით დაწერილი სტატუსები იქნება ეს თუ ვერ გაკეთებული განცხადებები, როდესაც ტრამპს პრორუს უწოდებდნენ, პუტინის პრორუს უწოდებდნენ და ასე მძიმეს განცხადებებს მასხარას ეძახდნენ და ასე შემდეგ და დღეს ამბობენ რომ თანხმედროვაში არის გარკვეული საკითხები, კი ფაქტობრივად ყველა საკითხი. არა, მე უხერხულიც არის ვაკვირდები ზოგ ჩემ კოლეგას, როგორც ცდილობენ ასე ვთქვათ ტრამპის ყურადღება მიიქციონ სხვადასხვა გზით. ალბათ საჯაროდ ამის პირდაპირ გულწრფელი აღწერა შეიძლება უხერხულიც იყოს. და ამიტომ ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ სამდროში ხო არ ესმით. ანუ პოლიტიკურ სპექტრს არ ესმის საერთოდ რა ხდება ამერიკაში. აი დავიწყოთ ქართულთან დაწყებული რაღაც ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები. აი რა არის ის იდეა ტრამპის მაგალითად აი განათლების სამინისტროს რო აუქმებს ადამიანი. ჩვენი პრემიერ-მინისტრი ამ განათლების სამინისტროს აძლიერებს. აი ტრამპი რაც ამბობს ემიგრაციაზე დაწყება ან რა ვიცი თუნდაც საგარეო პოლიტიკაზე, რა ვიცი ნაციონალურ მოძრაობა იქნება თუ იზიარებენ ამას მართლა ასე ფიქრობდნენ? აქამდეც ასე ფიქრობდნენ ტრამპის პოზიცია ხო ცნობილი იყო პრინციპში. განათლების სამინისტროდაც და საგარეო პოლიტიკა ყველაფერი ცნობილი იყო, ამათ უფრო დეტალებში არ იყო, მაგრამ ხო ელემენტარულად წამოიდგინეთ რომ ბაიდენმა შეიწყალა ხალხი ვინც 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმსაც თქვათ იძიებდა და ტრამპმა შეიწყალა ის ხალხი ვინც ამ გამოძიების შედეგად დაისაჯა. აი როგორ შეიძლება ორივე დროულად მოგწონდეს?
მებით, ამიტომ ფაქტია რომ მოსწონთ. ხო და მე მგონი ეს არის გულსრველი შეფასება და მე მგონი ასე ამბობენ რომ ყოველ შემთხვევაში რომ მოწონთ და აქ გამიჩნდება შეკითხვა რომ შეიძლება ადამიანის შეცდომა აღიაროს თქვა რომ ასე ვფიქრობდიო, შემეშალაო, თუ ასე იტყვის რა თქმა უნდა ხა რატომ უნდა დაუჯეროთ, მაგრამ ზოგადად თუ მართლა გესმის რას აკეთებს ტრამპი. ელემენტარულად ის ხო მაგალითად როცა ღმერთი ახსენა და ღმერთი ეს ხო ვიღაც ვირტუალური ღმერთი ხო ახსენა, ის ხო ქრისტიანობას მიმართა. ქრისტე იგულისხმება, ხო ეს ხო ქრისტიანული ქვეყანაა. ქრისტიანულ ღირებულებებზეა ის რაც მაგალითად ამერიკული ტრადიციული ამორჩეველი კონსერვატორი ფიქრობს რაღაცებს ცდება ტრამპი მაგალითად ნარკოპოლიტიკაში ან საგარეო ვაჭრობაში მაგრამ საბოლოო მიმართულება ღირებულებითია როგორ შეიძლება ეს ტრადიციონალური რაღაც ქრისტიანული ღირებულებები რომელიც დასავლური ცივილიზაცია დგას თავსებად იყოს კომუნისტურ მემარცხენე რაღაც იდეოლოგიებზე ვოუქებს რო ეძახიან აი LGBT პროპაგანდასაც საქართველოს ნებას როგორ შეიძლება ეს თავსებად იყოს და აი მაგალითისთვის აი თუნდაც ავიღოთ ეს LGBT პროპაგანდასაც ეძახიან. ერთი მხრივ იყო ქართულის ნება, რომელიც კანონებში ჩაწერა, რომ ტრანსი როცემო ამის გამო უფრო მეტი ციხეში უნდა იჯდე და დღემდე წერია, გენდერიც წერია და სქესიც. და ანუ ქართულის ნებისთვის სქესი და გენდერი ერთ და იგივე არის. მაგალითად ვოუქიზმის გავლენად დაასახელა სალომე სამადაშვილმა იგივე სქესთან მიმართებაში და გენდერთან დაკავშირებით ტრამპის პოზიცია. ხო და სწორი პოზიცია ტრამპის პოზიცია, ამას 2-4-4-ია, მაგრამ ამ თქვა პოზიციას აკრიტიკებდა ქართულის ნება კანონებით და მთელი ოპოზიცია შეიძლება იყოს ვოუქიზმის გავლენა, ანუ ამაზე კი რა თქმა უნდა, ამით ლაგდებოდა ქართულის ნება თავის დროზე NGO სექტორთან და დასავლეთ პარტნიორებთან. თავარი არხი იყო დალაგების სასამართლო რეფორმას კი არ აკეთებდნენ ამ რაღაც LGBT უფლებების დაცვას. კანონებში გვიწერია, სიხლის სამართლის კოდექსში გვიწერია. ჩვენი პროკურატურა კაც ტრანსებზე ძალადობას თვლის ქალებზე ძალადობის სტატისტიკაში. იცით ეს? ხო და აი ეს ხო არანორმალურია. ქართულის ნებას რომ დაეჯერებოდეს რომ ეს მართლა არის, უნდა შეცვალოს თავისი კანონები. მაშინ შეიძლება თქვას რომ გამოასწორონ თავისი შეცდომები. ან იგივე მაგალითად ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები EU-თოდირის შეხვედრებზე წინა საათში უფრო მეტი დოდახარეს ქალების კვოტირების საკითხის წინ წამოწევაზე, ვიდრე მაგალითად ახსნაზე რა ხდება რეალური პოლიტიკური პროცესი და დასკვნაში კი ჩაიწერა ბოლოს EU-თოდირის ამბავი ქალების კვოტირება. აი თავი რო გაიგიჟეს ქალების კვოტირებას, ეხლა ეს თავსებადია ტრამპის პოზიციასთან? ხო და აი ხვდებით, აი პრობლემა იმაშია, რომ ღირებულებების დონეზე არავის არ დაეჯერება და ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც უბრალოდ წლებია ამას ვამბობთ. აი სანამ ტრამპი განათლების სამინისტროს გავხმობთ იტყო და ჩვენ ამას წლებია ვამბობდით უბრალოდ. რატომ საუბრობენ და ალაპარაკდნენ ახლა სხვაგვარად? რა მიზანია? ნუ ეხლა გასაგებია ყველა ალბათ ცდილობს ისეთი ადამიანია ხა ამერიკის პრეზიდენტი, რომ აი TikTok-ი დაიბლოკა და თქვა რომ არ ცუდი არის და უსვად მოხსნეს ბლოკიან. ჯერ არც მოუწერია, ხელი ისე მოიხსნა. რუსები არასოდეს იქცევიან და პუტინმა თქვა აგერ მე მოლაპარაკებელს თანახმავარო. ანუ ჯერ რაც გაუკეთ ნაბიჯი არ გადაურგამს და აი ისო მაგათ რომ მოხსნა თან რო გესმოდეთ აი რუსობას რო აბრალებენ. ბაიდენმა შეზღუდა ნავთობის მოპოვება. თავარი დახმარება რაც სენში გაუწიეს რუსებს, რომ თვითონ ამერიკამ შეზღუდა საკუთარი თავი ნავთობის მოპოვებაში და ნავთობი უფრო ძვირი ღირს ამის გამო. რუსებს უფრო მეტი ფული აქვთ. მიუხედავად სანქციების და ყველაფრის. გამოვიდა ტრამპი თქვას რომ ჩვენო გავბურღავთ ყველაფერს. ხო და ეს ნიშნავს რომ ისე გაიზრდება ნავთობის მოპოვება რომ ფასი შეიძლება რაღაც რამდენჯერმე დაეცეს. როგორ შეიძლება ეს ამ ქმედებას დაარქვა პრორუსობა, ხო? და აქედან გამომდინარე, ეხლა ადამიანს უზარმაზარი ძალაუფლება აქვს, მთელი სამყარო უყურებს, იგრძნობა, რაღაცა ემოციოდ იგრძნობა, რომ ამას ეს ძალაუფლება აქვს და მართლა რაღაც ლოგიკი იყენებს და ბუნებრივია ყველას უნდა კეთილგანწყობა მოიპოვოს. აუცილებლად უნდა მოვასწრო რამდენიმე შეკითხვა, მათ შორის ტრამპის პოლიტიკა და საქართველოს საინტერესო არის აიგივე გადატვირთვის პოლიტიკასთან მიმართებაში, ჩვენთან მიმართებაში, თქვათ რა მოლოდინები გაქვთ თქვენ პირადად? ჯერ ცოტა ის აიმიტომაც რომ შურით უყურებ რომ იცით როგორი სიტუაცია აი იქ ხალხი საუბრობს მარსზე გაფრენაზე რაღაც გლობალურ პრობლემებზე ჯანმოდან სახელმწიფოზე საუბრობ ხო და იქ ჯანმოდან გამოდიან და ჩვენ კიდე ჯანმო ამის ბიბლიის რანგში ყავს აყვანილი და ჯანმო თუ რამე თქვა ყველაფერს ვასრულებთ მიდან პარიზის კონვენციდან შეთანხმებიდან გამოდის რომელიც კლიმატს ეხება და ჩვენ ბეგრავთ და ვზღუდავთ ჩვენ მოქალაქეებს იმიტომ რომ ოზონის ხვრელს ვიცავთ ანუ პრობლემა ეს არის რომ ჩვენ იმდენად არაფერი არ შეგვიძლია შევთავაზოთ იმ დისკუსიას ჩვენ კიდე აქ რაღაცებს ვარჩევთ აი რაღაცებს ხოცნასურ ჩხუბში ვარ საქართველოს არ შეუძლია არაფერი შესთავაზოს სამწუხაროდ თუნდაც გეოპოლიტიკური მოწმობა არ შეგვიძლია ხო ქართულმა ხალხმა ეს არჩევანი გააკეთა 26 ოქტომბერს რომ აირჩია ჩხუბი და სიძულვილი ის კი არა რომ გლობალური პრობლემის ნაწილი გავხდეთ ჩვენს და ვიფიქროთ და ერთად გამოსავალი ვიპოვოთ და ამერიკასთან თუ არგენტინასთან თუ გერმანიასთან ერთად წინ წავიდეთ ქართულმა ხალხმა არჩევანი გააკეთა რომ სიძულვილში ვიცხოვროთ და რომ გადახედოთ თუნდაც მედიაციურს ეს გადახედოთ პოლიტიკურ ცხოვრებას რაც დარჩა პოლიტიკურ ცხოვრებისგან მარტო სიძულვილია და ლანძღვა ერთმანეთის
ელემენტარულად როცა საუბრობთ არჩევნებზე, იმაზეც კი არ არის მიღწეული საუბარი, მაგალითად დისკუსია, შეთანხმება ნაადრეა, დისკუსია ოპოზიციურ სპექტრში, როგორი არჩევნები გვინდა? მაგალითად, ბუნებრივი ბარიერი უნდა იყოს თუ არა? თუ 5%-იანი ბარიერი ჩავატაროთ, ეს ხო მარტივი კითხვაა, ეს ხო ზოგად წესრიგზე მას წარმოქმნა უნდა გქონდეს. ამაზე დისკუსია არ მიდის. განათლების სამინისტროზე კი ვთქვი უკვე. ეკოლოგიურ პრობლემებზე რამე პოზიცია არსებობს? დისკუსია ზოგადად ხედავთ ალბათ დისკუსიის პრობლემას ზოგადად საზოგადოებაში. ნამდვილად ეს არის და წამეგინოთ რომ უბრალოდ მე მეშინია რომ ამის გამო ტრამპმა უბრალოდ ყურადღება არ მოგვაქციოს. ანუ შეიძლება უბრალოდ თქვას რომ რა ვიცი რაღაც ხალხია, შეიძლება კარგი ხალხია რა ჩვენ. მოლოდინი გაქვთ რომ შესაძლებელია ტრამპმა ყურადღება საერთოდ აგასაგებია რომ ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ უახლოეს პერიოდში მაინც გარკვეული საკითხების გადაწყვეტვის ნაწილი. არა, ადეთუგიან რაღაც ყურადღებას მოგაქცევენ ხა უბრალოდ ეხარვათ, ორი თვე არჩეული ადამიანი და სიტყვა არ უთქვამს არ საქართველოზე, არც რეგიონზე. მაგრამ ადეთუგიან ჩვენი ჯერი მოვა, უბრალოდ რომ მოვა ეს ჯერი, აი როგორ შემოგხედავს, აი რას ვთავაზობთ ამ დისკუსიას, რამდენ გულსრველები ვართ და გამოდის რომ მთელ ქვეყანაში ერთ-ერთი პარტია რომელსაც მართლა იზიარებს იმას ტრამპი ამბობს და შეუძლია ეს სრულად სინდისთან რომ მართალი იყოს ისე დაიჭროს პოზიცია, აქვს 3% რეიტინგი. ხო და ამიტომ ძალიან მე მგონი დიდი გამოწვევების წინ გავართ, სამყარო ძალიან რადიკალურად შეეცვლება, თუ ტრამპა იგივე ტიპი ერთი წელი მაინც შეინარჩუნა, ჩვენ ეს წელი სხვა სამყაროში ვიცხოვრებთ უბრალოდ. და ჩვენ თუ გავაგრძელებთ ეს კონსტანტური ჭხუბი ერთმანეთს ლანძღვა, უბრალოდ ჩამოვშევით, იქნება დასრულებული რუსეთ-უკრაინის ომი მე მგონი ძალიან სწრაფად დასრულდება თუ ასე გავაგრძელებს, იმიტომ რომ უკვე ძალიან ცხადია, უბრალოდ შეიძლება კონტურები არ ჩანს საერთკენ წავა ეს სიტუაცია, მაგრამ მე მგონი ამ ვითარებაში ასეთი მიდგომი დიდხანს ვერ გაგრძელდება, მაგრამ არა მარტო ომი, ეკონომიკური ურთიერთობები შეიძლება, ვაჭრობის პირობები შეიძლება, პოლიტიკური გაიხარო შეაჩერა მაგალითად დახმარება 90 დღით. ეს ხო ნიშნავს რომ რას ნიშნავს 90 დღით დახმარების შეჩერება? ეს ნიშნავს იმას რომ თუ ადრე აი მაგალითად ჩვენს ვაკრიტიკებთ ქართულ NGO-ებს რომელიც სინამდვილეში ამერიკას სახელს უტეხავდნენ. არც ერთი NGO არ არსებობს ამერიკული ფულით დაფინანსებული ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ტრადიციულ კონსერვატიულ ამერიკულ ღირებულებას იცავს, აი რა ტრამპის თავარდასახმარებლად, მაგალითად იარაღის ლეგალიზაციას, კერძო საკუთრებას, სიტყვის თავისუფლებას. აი ისაც აი მაგალითად ტეხასში და ეს თქვა ტრადიციულ შტატებში არის, აი ერთი NGO არის. მაგრამ ყავს უამრავი NGO, რომელიც იცავს აი დემოკრატებისთვის დამახასიათებელი მემარცხენე დღის წესრიგს. ეს ელჩისთვისაც ნათქვამი გვაქვს საჯაროდ, რომ ასე არ შეიძლება, რომ თუ ამერიკას რაღაცა წარმოადგენდეს დემოკრატიულ პარტიასაც და სოციალისტებსაც, გასაგებია ამერიკაში ისინიც არიან, მაგრამ ისინი სად არიან? ის ღირებულები, რომელიც ეხა გაიმარჯვა ამერიკაში. დიდი უმრავლესობით და დიდი უპირატესობით. ამიტომ ეს შეიძლება მათ შორის ამერიკის გავლენა, აი თავარი არგუმენტი მაგალითად რა იყო რუსული პროპაგანდის ამერიკის და ევროპის წინააღმდეგ. რომ თქვენო LGBT პროპაგანდა, იმიტომ რომ რა ვიცი ხა თეთრ სახსა თუ LGBT დროშას ჩამოკიდებ, შეიძლება ეს ბრალდება წარგიგინო, მაგრამ ეხლა უკვე ხო ამერიკას ამას ვერ წარუდგენენ. და აქედან გამომდინარე ამერიკის გავლენა პირდაპირ ძლიერი იქნება და ვინაიდან ამერიკის ეხლადელი პრეზიდენტი დგას იმ ღირებულებებზე, რომელსაც გახადა მართლა ამერიკა ისაც ახლა არის. ტრადიციული ღირებულებების, საკუთრების დაცვა, სიტყვის თავისუფლება, რომელიც ასევე ფაქტობრივად დაიცვა თავისი განკარგულებით სოციალურ მედიაში და ასე შემდეგ. უბრალოდ არის შანსი, რომ ჩვენ ბევრად უფრო ცივილიზებულ და დასავლურ სამყაროსაც ეხებით იმ სამყაროში აღმოჩნდებით და თავარია ჩვენ რამდენად შესაბამისი ვიქნებით ამ სამყაროსთვის. რომ შემთხვევით არ დაგვივიწყონ. თუ დაგვივიწყებენ, მაშინ ცუდად გვაქვს. მადლობა თქვენ. მადლობა.